მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია TV+, გადაცემით ხალხის პირისპირ. დღეს ჩვენს სტუმრად ყავს გენერალ-მაიორი ბატონი ტრისტან წითელაშვილი, მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობთ მოწვევისათვის. მადლობა რომ ჩემ გადაცემაში იღებთ მონაწილეობას, ეს ჩემთვის დიდი პატივია. დღეს შევეხებით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის უკრაინაში შექმნილ კორუფციას. მინდა დაგისვათ პირველი თემა. რა მდგომარეობაა დღეს უკრაინაში და როგორ მიმდინარეობს უკრაინაში მოქმედებები? არის შანსი რომ პასუხისგებაში მიეცეს როგორც ერმაკი, ასევე შესაძლოა ზელენსკიც? პირველ რიგში მინდა მივესალმოთ ჩვენს ტელემაყურებლებს. უპირველეს ყოვლისა მადლობა ტელე+-ის ხელმძღვანელობას ახალი ფორმატის და ახალი გადაცემაში მონაწილეობისათვის. რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით უკრაინაში რა მდგომარეობა არის საერთოდ მთლიანობაში, თუ რა პრობლემის წინაშე დგას დღეს უკრაინა. მოდი იქიდან დავიწყოთ. შეიძლება თუ არა უკრაინა საერთოდ არ აღმოჩენილიყო ამ მდგომარეობაში და შეიძლება თუ არა უკრაინაში რომ ყოფილიყო ნორმალური პოლიტიკური სტაბილური მდგომარეობა და საომარი მოქმედებებს არ მიცემოდა განვითარებადი ხასიათი. როგორ არ შეიძლებოდა? კი ბატონო. შეიძლება თუ რუსეთის მხარემ რომელმაც წარუდგინა უკრაინას თავის დროზე გეგმა, რომელი გეგმის საფუძველზეც შესაძლებელი იყო და კიდევაც მოხდებოდა არანაირი საომარი მოქმედებებს არ ექნებოდა აბსოლუტურად იქ განვითარებადი ხასიათი. მაგრამ ეს არ გაითვალისწინა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, არ გაითვალისწინა დასავლეთმა, არ გაითვალისწინა ევროკავშირმა და ის გეგმა, რომელი გეგმას მათ ჩაფიქრებული ჰქონდათ უკრაინასთან მიმართებაში, რომ უკრაინაში უნდა დაეწყოთ საომარი მოქმედებები და ამ საომარი მოქმედებების საფუძველზე თითქოსა დაესუსტებინათ რუსეთი, აი ეს გეგმა ჰქონდათ. ამ გეგმამ არ გაამართლა. ამ გეგმამ იმუშავა პირიქით. ანუ რა? ანუ ის რომ პირიქით მოხდა რუსეთის არა დასუსტება, არამედ გაძლიერება. მთლიანად რუსეთის სამხედრო მრეწველობა ამუშავდა და დაიწყო პირდაპირ სწრაფი ტემპით მოქმედება და ის ყველა დაკონსერვებული ქარხნები და შეჩერებული სარაკეტო წარმოება ჩააყენა მწყობში. ამავდროულად მოხდა მოდერნიზაცია მთლიანად რუსული ეკონომიკის. რუსული ეკონომიკა, რომელიც დანგრევას და განადგურებას ჰქონდა დასახული ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს. და შესაბამისად მივიღეთ და მიიღეს სხვა სურათი რუსეთთან მიმართებაში. ანუ რა? ანუ ის რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა კი არ დაშალეს და დაანგრიეს რუსეთი, გააძლიერეს პირიქით და უკვე დღეს ესენი ხედავენ რომ რუსეთთან ბრძოლა, რუსეთთან ომი ეს არის უშედეგო და რუსეთთან მარტო უკრაინა არ ომობდა, ომობდა მთელი ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო. ეს პირდაპირ თქვა რა, ეს ასეც არის. ამას ახლა ბევრი ექსპერტი, ეს ლიბერასტული ექსპერტები სხვანაირად წარმოუსახავენ მოსახლეობას, მაგრამ რეალურად ასეც არის. რუსეთს ებრძვის რუსეთის წინააღმდეგ დღეს ბრძოლობს მთელი ევროკავშირი, ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები. ახლა ამ ბოლო დროს ტრამპის პრეზიდენტობის დროს რაღაც გარკვეული შეფერხებები და გარკვეული პროცესები შეჩერდა ამერიკის შტატების მხრიდან, მაგრამ მაინც არის რაღაც გარკვეული დოზებით ჩარევა და არა თუ მარტო ჩარევა, არამედ დახმარებაც, ხო? ბოლო-ბოლო მივიდან იმ დასკვნამდე, რომ როგორმე რაღაცეირად ნახონ და მოძებნონ მიზეზი, როგორ შეაჩერონ ეს ომი. ახლა ომის შეჩერება რუსეთისთვის დღეს მაინც არანაირ იმას არ წარმოადგენს, რომ ვიტყვი პრობლემატურ საკითხებს და არც კი ფიქრობს რუსეთი იმაზე, რომ შეაჩერდეს ომი უკრაინაში. ის ყოველდღიურად მიიწევს წინ და ახალ პოზიციებს იკავებს, ახალ ტერიტორიებს იკავებს და შესაბამისად მიმდინარე საომარი მოქმედებებში წარმატებული არის ნებისმიერ სამხედრო ოპერაციების კუთხით. წარმატებულად არის. ბატონო ტრისტან, მინდა ჩაგეკითხოთ ასეთი რაღაცა. უკრაინის მხარე ავრცელებს ხშირად ამ განცხადებებს, რომ უკრაინულმა ზალებმა
ესა და ეს ოლქი გაათავისუფლეს, ესა და ეს სოფელი გაწმინდეს რუსებისგან, აი თქვენ რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით, რამდენად სიმართლე შეესაბამება ეს ყოველივე? ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდა, მეტი არაფერი. აბსოლუტურად 2022 წლიდან დღემდე უკრაინულ მხარეს მიუხედავად არაერთი მსვლელობისა, არაერთი რომ ვიტყვი ის კომპლექსური მომზადებისა, რომელიც მომზადებას მათმა გაიარეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მხედველობაში ყავს უკრაინის სამხედრო კონტინგენტი, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ელიტარული ბრიგადები დააკომპლექტეს. ამ ელიტარული ბრიგადებით მათ ჰქონდათ ცდილობა განახორციელებინათ კონჩეტებითი ოპერაციები, მაგრამ ყველგან აბსოლუტურად გადიცადეს კრახი, აბსოლუტურად ვერცად მათმა წარმატება ვერ მოიპოვეს და პირიქით ის მომზადებული ძალები და ის რეზერვებიც კი უკვე იქ ჩატოვეს და ფაქტიურად არაფერი არ გამოუვიდათ. ანუ ვერცად არც ერთი მიმართულებით მას წარმატება არ აქვს და არც ერთი მიმართულებით მას ზრა არ აქვს. პირიქით ხდება ის, რომ ის ტოვებს ტერიტორიებს, ტოვებს ადგილებს, რომელი ადგილების მას ჰქონდა დაკავებული და ჰქონდა მათ თავდაცვის ზღუდები აშენებული, ხო? ეს ხდება პირიქით. უკრაინული მხარე გადის ნელ-ნელა იმისათვის, რომ ვეღარ უმკლავდება უკვე. ვეღარ უმკლავდება იმ ძალებს, ვეღარ უმკლავდება იმ სამხედრო ოპერაციებს, რომელიც სამხედრო ოპერაციებს აწარმოებს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქვედანაყოფები, ხო? ამიტომ წარმატებებს ჩვენ მანდ ვერ ხედავთ ვერსად აბსოლუტურად. ნუ ახლა თუ ვინმე რამე ექსპერტი რაღაც განცხადებებს აკეთებს და ვიღაც პოლიტიკოსები ამბობენ, რომ თითქოს უკვე უკრაინა ომს იგებსო, ეს არის პროპაგანდა, მეტი არაფერი. აი პროპაგანდა. პროპაგანდა არის და ხალხის მოტყუილება. და სხვა დანარჩენი მეტი არაფერი დაფინანსებული პროპაგანდაა ეს, ფულს უხდიან ამ ექსპერტებს, ანუ მომათ ეს უნდა თქვან. იმიტომ რომ ფული აქვს თამაში აღებული. ეხლა დავიდოთ, გავუყვეთ ჩვენ აი თქვენს შეკითხვებს დაუბრუნდეთ ისევე. და ერთი კითხვაც მინდა დაგისვათ, გუშინ Google-ში ვიყავი შესული რაღაც სიახლეებს, რომ აი დილობით რომ არ გადავალო თვალი არ შემიძლია და ასეთი რაღაც წავიკითხე ამ დილით, რომ ზელენსკი, ნუ მოგეხსენებათ ხშირად სტუმრობდა ის ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პირს დონალდ ტრამპს და დღეს გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რომ იგი ჩავიდა ირლანდიაში. ამ დილით ჩაფრინდა ირლანდიაში. სადაც მოლაპარაკებებს გამართავს ირლანდიის მთავრობასთან. რასთან დაკავშირებით ეს მიუწვდომელია და თქვენი აზრით რა ხდება? რა ხდება? ზელენსკის ახლა სხვა გზა არ დარჩენია გარდა იმისა, რომ მან მიიღოს გარანტიები. ის ითხოვს გარანტიებს. პიროვნულ გარანტიებს ითხოვს. ის როგორმე გადარჩეს, როგორმე გამოძოს იმ კორუფციული სქემიდან, რომელი კორუფციული სქემაშიც არის ჩაფრული ზელენსკი. აქ არის მილიარდები დახარჯული უკრაინაში და გამქრალი, რომელიც არც ერთ იმაში ქვეყანას ამხელა ფული არასდროს არ მიუღია დახმარების სახით, რაც უკრაინა მიიღო. მაგრამ გაქრა ეს თანხები. გაქრა თანხები საწავიდა. გაქრა ეს თანხები, აგერ ჩვენ ვიხილეთ ალიბაბა, ეს ალიბაბა არის ერმაკი, რომელმაც ეს იყო ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო, ზელენსკის ახლო მეგობარი იყო და კიდევ მეტი უფრო ახლო მეგობარი იყო სხვა კონტექსტში. ხო. და ეს კორუფციული საქმიანობა ამოაყირავა უკრაინის ანტიკორუფციულმა სამსახურმა, ნაბუმა ამოაყირავა და მთლიანად გააშიშვლა ყველაფერი ეს. ეხლა ძალიან არ უნდა ზელენსკის და ქონდა ზელენსკის იმის მცდელობას, რომ დაეშალა ეს სამსახური, მაგრამ ვერ მოერია, იმიტომ რომ ამ სამსახურს დღეს აკონტროლებს ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები. ანუ ЦРУ, რომელიც დირექტივებითაც მოქმედებს დღეს ეს სამსახური, ხო? და ასეც არის. პირდაპირ თავის დროზე ტრამპმა თქვა განაცხადა, გაცვლის თანხები რომ წაიღეთო, რას დაახარჯეთო, რას მოხმარეთო. ომში ვერაფერი ვერ გააკეთეთო აბსოლუტურად. წინა ხაზზე ის აღჭურვილობა და ის შესაბამისი სამხედრო შეიარაღება და ტექნიკა, რომელიც უნდა ყოფილიყო და რომელიც უნდა გამოეყენებია უკრაინის სამხედროებს, ის იქ არ არის. ხო. საწავიდა ეს თანხები, წავიდა სწორედ ამ ადამიანების ჯიბეებში. ამავდროულად, ნახეთ რა ხდება, ამავდროულად ხდებოდა ამ თანხების ეგრეთ ატკატები, უკან დაბრუნება. აი, სად მივდივართ? აქ თანხები, ამ თანხების გათეთრებაში და ამ თანხების მითვისებაში მონაწილეობა აქვს მიღებული ევროკავშირის პოლიტიკურ ლიდერებს და მათ შორის სახელმწიფო მმართველებს და ასევე
ბაიდენის მაშინდელი ადმინისტრაციის მაღალ თანამდებობის პირებს და მათ შორის ბაიდენის შვილს, ჰანტერ ბაიდენს, რომელიც პირდაპირ უკრაინაზე იყო მიბული და თავიდან ბოლომდე აკონტროლებდა ყველაფერს. ანუ ნახეთ რა ხდება, ტრამპთან დაიწყო უკვე გამოძიება, ოღონდ დაიწყო გამოძიება სულ სხვა ტექნოლოგიებით და სულ სხვა ტაქტიკით და შესაბამისად ის დებს მტკიცებულებებს და ის პირდაპირ ადგება იმ ადამიანებს, რომელმა ადამიანებს ამ თანხების გათეთრებაში და მითვისებაში მიიღო მონაწილეობა. ეხლა რატომ მაგალითად Air-Max, რატომ კიდევ იქ სხვა დანარჩენ იმ ზერესის გარემოცვას, რომელიც დაუშვათ ზოგი დაიჭირეს, ზოგი გაქცეული არის, ზოგი გასაქცევად ემზადება. იმიტომ რომ ისინი მიდიან ზელენსკამდე. ზელენსკია ყველაფერი აბსოლუტურად. ამიტომ ეხლა ზელენსკი და არის. ზელენსკი ვაჭრობს უკვე. ზელენსკი რას ვაჭრობს? ზელენსკი უკვე ვაჭრობს იმას, რომ თუ მე არ შემეხებით და მე ამ საქმიდან მიმწევთ გვერდზე, ამ შემთხვევაში მე დავთანხმდები იმ გეგმას, რომელიც გეგმას წარადგინა ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა. სამშვიდობო გეგმა. ამაზე დარბის ის სხვადასხვა ქვეყნებში, ამაზე დარბის ის ევროკავშირის ლიდერებთან, რომ იმათ ეუბნება, გასო, მე მარტო ხო არ ვიყავი ამ საქმეში, ხო? მაკრონთან რო შევიდა, მე მარტო ხო არ ვიყავი ამ საქმეში. თქვენც იყავით, ხო? თქვენც აგართ მონაწილეობა ამ საქმეში მიღებული და თქვენც აგართ რაღაც გარკვეული წილი წამოღებული იქიდან ამ თანხების, ხო? ისევე მაშინდელი იმას გერმანიის კანცლერს შოლც ურსულას ემგეს ყველა იმიტომ არიან ესენ წინააღმდეგი ომის დამთავრების და ცეცხლის შეწყვეტის. რომ ფაქტიურად ცეცხლის შეწყვეტება კონფლიქტი გაიყინება, ხო? უკვე მიეცემა საშუალება უკვე მეორე, ესე იგი, რომ მეტყვი გეგმის განხორციელების საშუალება. ანუ მეორე გეგმა რა არის, ხო? კომპლექსური გამოძიება უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. და დაიწყება ეს მეწვიოთ იმაში, რომ კომპლექსური გამოძიება დაიწყება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მით უმეტეს ტრამპი არ გაჩერდება. ტრამპს მით უმეტეს ძალიან დიდი ისა აქვს, რომ მეტყვი ბაიდენის მიმართ ძალიან სერიოზული წყენა ახსოვს ბაიდენის მხრიდან მას, იმიტომ რომ ბაიდენმა ის თავის დროზე გაწირა. და ჩვენ კარგად ვიცით რა დღეში იყო ტრამპი ბაიდენის ხელმძღვანელობის დროს, სულ სასამართლოებში იყო და დაჭერას უპირებდა. და ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, ეხლა რაღაც შანსი მიეცა ტრამპს, რომ მთლიანად თავიდან ბოლომდე ამოაყირავოს ყველაფერი და გაამომამზივროს მათი კორუფციული სქემები და ამას გაჩერდება, არ გაჩერდება ეს. ის ბოლომდე წავა. ანუ მიადგება ამ ზელენსკისაც და ხო ხედავ ზელენსკისაც ვარს ეუნება უკვე შეხვედრაზე. ის ეუნება პირდაპირ და ასეც ეუნება რომ მოაწერ ხელს ამ გეგმაზე შედგება ჩვენი შეხვედრა. არ მოაწერ ხელს ამ გეგმაზე და მაშინ უკვე ჩვენ სხვანაირად მიუდგებით ამ საკითხებს. ამას ამბობს ის ხმამაღლა უკვე. სხვანაირად მიუდგება ამ საკითხებს. ის არის რომ უმოკლეს ხანში ჩვენ ვიხილავთ და ჩემი ვარაუდით და აი ჩემი შეფასებით მიადგებიან ზელენსკის, აუცილებლად მიადგებიან. ვერმაკი ახლა რაც არ უნდა აიღოს თავისაბზე ყველაფერი, ხო? და რაც არ უნდა ვერმაკმა თქვასო, აქ ზელენსკი არაფერი შუაში არისო, ხო? მაინც მივიდნენ ზელენსკიმზე და მაინც მოკიდებიან ზელენსკის ყურებში ხელს. მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის ხელსაყრელი იმისათვის, რომ დაუშვათ ზელენსკის მიმართ ასეთი მსგავსი სისასამართლებლები დევნა დაიწყოს, რადგან ჯერ არის პირველი ნაბიჯი, რაც გვინდა შეჩერდეს საომარი მოქმედებები. შესაბამისად, ჩვენ ვიხილავთ ძალიან მძიმე სურათს ზელენსკისთან და ზელენსკის გუნდთან მიმართებაში. და ეს იქნება მისთვის უკვე საბოლოო დასამარება. იმასაც დაკავშირებით, რომ დაანახებენ სოფლიოს და დაანახებენ უკრაინელ ხალხს, თუ რატომ მოხდა ეს უბედურება უკრაინაში და ვინ იყო თავი და თავი ამისი და რასთვის დაიწყო ეს ომი და ვის ჭირდებოდა ეს ომი. ამას აუცილებლად გააკეთებს ეხლანდელი ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას თავიდანებოთ. დღეს რუსეთს აქვს ძალიან დიდი კარგი უპირატესობა უკრაინაში, ყველა მიმართულებით, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და რუსეთი მიდის და მიიწევს წინ და ის ამბობს და ის საერთოდ ამ გეგმასაც არ აქცევს ყურადღებას. და ის იმასაც ამბობს, კი ბატონო, მე რო დავჯდეო და ვისაუბროო და დავიწყოთ რაღაც გარკვეული დოკუმენტების იბლი ბრძოლებაო, ვისთან დავჯდეო? ის არ არის პრეზიდენტიო.
ის არისო ფაშისტიო. არ არის პრეზიდენტიო. იმას ვადა მართალის არის არალეგიტიმური პრეზიდენტი არის ის. მას არანაირი გადაწყვეტილებების უფლება არ აქვს რომ მაშინ გამოაცხადო ნუუნაროდ ბატონო პრეზიდენტი. არანაირი აბსოლუტურად. ამიტომ არის რომ ზელენსკისთან პირდაპირ დიალოგზე და ზელენსკისთან პირდაპირ ამ საკითხების ირგვლივ მუშაობაზე უარს აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი პუტინი, რომ მასთან არ დავждები სასაუბროთ და არანაირი საკითხს არ განვიხილავ. ჯერ ერთი რომ რუსეთის საგამომძიებო კომიტეტს მის წინააღმდეგ სისხლისამართლე საქმე აქვს აღზრული და ის როგორც დამნაშავედ ისე მიაჩნიათ უკვე და მეორე რომ ის არის არალეგიტიმური პრეზიდენტი და მას არანაირი პოლიტიკური ის არ აქვს რომ ვიტყვი და იურიდიული უფლება რომ მან რაიმე სახის ტიპის დოკუმენტზე ხელი მოაწეროს და ეს დოკუმენტი ძალაში შევიდეს. ბატონ დრესტან, თქვენ ახსენეთ სამშვიდობო გეგმა. დიახ. ამ თემაზე მინდა დაგისვათ ერთი კითხვა. თქვენი აზრით, თქვენ ბრძანდებით გენერალ-მაიორი. თქვენი აზრით, დათანხმდება თუ არა რუსეთის სამშვიდობო გეგმას, რომელსაც ხვალ მოსკოვში წარადგენს ამერიკული მხარე? რუსეთმა ამის შესახებ უკვე წინასწარ გააკეთა განცხადება ამ გეგმასთან დაკავშირებით და რუსეთმა თქვა ის რუსეთის უпростоრად პირველმა პუტინმა რომ ეს გეგმა ის ჯერ ნახოთ რა არის ამ გეგმაშიო და მისაღები არის თუ არა ჩვენთვის ეს გეგმაო რა ამან თქვა განცხადა პირდაპირ ასე რომ არ ამგონია ის გეგმა რომელი გეგმაც ახლა დღეს ჩაიტანეს რუსეთში და ხვალ უნდა წარუდგინონ რუსეთის ხელმძღვანელობას იმიტომ რომ ეს გეგმა კიდევ რაღაც ცვლილებები განიცადა ამ გეგმამ კიდევ რაღაცები თავისუფლაზე ჩაამატეს ამოიღეს და ანუ პირველ გეგმაზეც კი არ იყო თანახმა რუსეთის და ახლა შეზავებული და შეკმაზულ გეგმაზე საერთოდ არც დათანხმდება რუსეთი, იმიტომ რუსეთის მიზანი არის და რუსეთის გეგმა არის და რუსეთის ამოცანა არის ის მოთხოვნები, რომელი მოთხოვნებიც მას თავიდან გააჩნდა, სანამ ის დაიწყებდა სპეციალურ სამხედრო ოპერაციებს, უკრაინის სამხედრო კონტინგენტის სრული განიარაღება, ანუ დემილიტარიზაცია უკრაინის აბსოლუტურად დენაციფიკაცია ეს ხონდა რუსეთს ოდესაზე კონტროლის აღება უნდა იყოს კონტროლი აუცილებლად ჭირდება მას ოდესა აუცილებლად პირველი ის რომ ის პლენად გააკონტროლებს შავი ზღვის ეკვატორიას თავიდან ბოლომდე და უკრაინას ჩახსის აქედან და მეორე ის რომ მას ჭირდება გზა ნესისპირეთზე ანუ ყირიმი არა ნესისპირეთზე ანუ ტირასპოლზე ყირიმი აქ მაგას უკვე ტირასპოლი ეს არის მოლდავეთი არის დამოუკიდებელი დღეს გამოაცხადეს თავის ძროზე ნესისპირეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოდ საბჭოთა კავშირის დროს მანდ იყო ძალიან დიდი რუსული სამხედრო ბაზები მე პირადად ვსახურობდი ტირასპოლში და მათ შორის იყო და არის უამრავი საცავები როგორც საბრძოლო მასალის ისევე სატანკო და სარაკეტო ჭურვების ეს არის დიდი რაოდენობის ამავდროულად რუსეთს ყავს იქ სამხედრო კონტინგენტი სამხედრო კონტინგენტი ყავს მათი როტაცია ხდება საჰაერო გზით და არა აქვს მათ საშუალება სახმელეთო გზა და პირდაპირ ოდესაზეა მიმული ეს ნესისპირეთი საათნახევარი 2 საათი უნდა ოდესიდან ტირასპოლამდე ტრანსპორტით და ელექტრიჩქით ჩახვიდე და დიდი ინტერესია მან რუსეთის იმის გარდა რომ ყავს სამხედრო კონტინგენტი კიდევ ის რომ ამ მიმართულებით ის გააკონტროლებს უკვე კიშინიევს და რუმინეთის მიმართულებას და ამავდროულად იქ არის კიდევ მეორე უზარმაზარი სოფელი არის ესეთი კალბასნაია სადაც არის უზარმაზარი სამხედრო საწყობები საცავები რუსეთის კუთვნილებაა დღემდე საბჭოთა კავშირის დროინდელი დარჩენილი ანუ სადაც ინახება ტყვია წამალი და ასე რა თქმა უნდა დიახ და ამიტომ მისთვის აუცილებელია სახმელეთო გზა არის შესაძლებელი ერთ-ერთი ოდესიდან და ისედაც ხო რუსულენოვანი ის არის ოდესა ქალაქი რუსულენოვანი ქალაქი არის მთლიანად ოდესა მანდ ეხლა იმ თავიდან ყოველთვის იყო და დღემდე არის რუსულენოვანი ქალაქი და
რუსული კულტურა უფრო განვითარებული იყო მან და მეტი ის ქონა ფეხი მოკიდებული და ამ ბოლო დროს როცა აი ფაშისტურმა იდეოლოგია მოიკიდა ფეხი უკრაინაში მოხდა ის რომ ამ რუსულმა კულტურამ და ამ რუსულმა იდეოლოგიამ იქ კრახი განიცადა, იმიტომ რომ ეს მთელი უკრაინის ტერიტორიაზე მოხდა ეს. და ამიტომ ახლა მის ინტერესებში ოდესა შედის ძალიან მნიშვნელოვან დონეზე და მისთვის ეს არის წარმოუდგენელი რომ მან ოდესაზე კონტროლი არ აიღოს და შესაბამისად მე ვფიქრობ რომ ის მოითხოვს ამ გეგმაში ოდესის შეტანას, რომელიც გეგმაშიც ოდესა არ არის, ოდესის ოლქი შეტანილი არ არის და ის მოითხოვს ამას და ამიტომ არის რომ აი ეს პროცესი, რომელი პროცესიც და რომელი საკითხიც უკვე აქტუალურ ფრაზაში არის, ხო? ამას ერთემა კიდევ ცოტა გაგრძელებადი ხასიათი ექნება შეთანხმებები, გარკვეულად მთელი ტექნიკური მხარეები, საკითხები, დასამუშავებელი და ინტერესები პირდაპირ რუსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე არანაირი აბსოლუტურად სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერენ. ამას გეუბნებით პირდაპირ და ეს ასეც იქნება, რადგან თვითონ სიტუაცია გვიჩვენებს ამას ყველაფერს უკვე ჩვენს შექმნილი მდგომარეობა უკვე უკრაინაში. ახლა მოდით რა სიმართლე თქვა და პირდაპირ თქვა, უკვე როცა მე მომგებიან პოზიციაში ვარ, გაიგე და ბურთი ჩემ მხარეს არის და მე ვაკონტროლებ ყველაფერს იქ. მე უკარნახობ უკვე. ჩემი კარნახით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. მე ვარ აქ ყველაფერი უკვე. რა, ბორჩა. ამიტომ მე რასაც ვთქვი, ისე იქნება. და ეს ამბიციები აქვს რუსეთს და ამას გააკეთებს რუსეთი და ამ კარნახის მოუწევთ რუსეთის კარნახის გათვალისწინება. აქ ზელენსკის არავინ არაფერს არ ეკითხება აბსოლუტურად უკვე. ზელენსკი არაფერი არ არის უკვე. ზელენსკი კიდევ გეუბნებით, ზელენსკი არის არალეგიტიმური პრეზიდენტი, ბანდიტი, კორუმპირებული ადამიანი, რომელსაც მოპარა ფული უკრაინელ ჯარისკაცებს და უკრაინელ ხალხს, რომელი ფულის იყო დახმარების სახით შემოსული უკრაინაში და უნდა გამოეყენებიათ როგორც უკრაინის განვითარებაში, ასევე საომარ მოქმედებებში მონაწილე ჯარისკაცებისთვის. ეს მოპარა მან ეს ყველაფერი, ზელენსკი და მისმა გარემოცვამ. ეს მოპარა ამ ადამიანებს და ზელენსკის არც უკვე თავისი ხარდამჭერების რესურსიც აღარ გააჩნია უკვე უკრაინაში. უკვე ზელენსკის აქ ძალიან ცუდი მდგომარეობა და კიდევ ვიმეორებ, ზელენსკის ყველაზე უკეთესი ვარიანტი არის ზელენსკის რა იცი? რომ ის დაждდეს ციხეში და მოიხადოს სასჯელი. რადგან იქ შეუნარჩუნდება მას სიცოცხლე და თუ არა სხვა შემთხვევაში ადრეთე გვიან მის ლიკვიდაციას თვითონ უკრაინელი ხალხი მოახდენს. თვითონ უკრაინელი ხალხი მოახდენს მის ლიკვიდაციას. თქვენ არ გეგონოთ ეხლა იქ სხვერპლის სახით უკრაინელი ადამიანი, უკრაინელი ჯარისკაცები, მილიონზე მეტი ჯარისკაცია, მარტო მილიონზე მეტი ჯარისკაცი არის დაღუპული ამ ომში და უზოგლოდ გაუჩინარებულებზე საუბარი აღარ მაქვს და მშვიდობიან მოსახლეობაზე კიდევ საერთოდ ის არ მაქვს და ტოლვილი კიდევ რამდენია. უკრაინა საერთოდ გაანადგურა ზელენსკიმ. მოდი პირდაპირ თქვა. ზელენსკიმ გაანადგურა უკრაინა. როცა შეეძლო ზელენსკის უკრაინის გაანადგურება თავიდან აეცილებინა. და ახლა ვინ აპატიებს ამას, ამ დანაშაულს, ვინ აპატიებს ზელენსკის? არავინ არ აპატიებს აბსოლუტურად, ხო? და არც იმ პროპაგანდისტებს, რომელი პროპაგანდისტებიც ასე პირდაპირ დღეს გამოდიან და გარკვეული დოზით მასაც მოეთხოვებათ პასუხი, რომ საზოგადოებაში იყავთ შეცდომაში და პირდაპირ ტვინს ურაცხავენ, რომ უკრაინა ომს იგებსო. მე აქაური პროპაგანდისტების გამკვირებია ეს ჩვენი ტვინ გამორეცხილი პროპაგანდისტები რო არიან და დღესაც რო ესეთ შეფასებებს აკეთებენ, რომ სასაცილო არის, რაც ვეთყობ ეს ადამიანები ვერ არიან თავის გონებაზე და თავის აზროვნებაზე, რომ ისევ იმ უგნურ განცხადებებს აკეთებენ, რომელსაც თავის დროზე აკეთებდნენ, როცა უკრაინაში დაიწყო რუსეთმა სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ამიტომ მაგ გეგმა, რომელი გეგმას თქვენ ბრძანეთ, ხვალ უნდა განიხილონ და უნდა მოხდეს რაღაც გარკვეული დიახ, მოსკოვში უნდა წარადგინონ ეს გეგმა. უნდა მოხდეს რაღაც გარკვეული შეთანხმებები ამ გეგმასთან დაკავშირებით. მე მგონი ეს ჯერჯერობით მას ამ შეხვედრას ამ კუთხით არანაირი შედეგი არ ექნება. უბრალოდ იქნება ის, რომ ის რუსეთი წარუდგენს თავიანთ მოთხოვნებს და ამ გეგმას ის რაღაც პუნქტებს ხაზგადაუსმევს და რაღაც პუნქტებზე მოითხოვს ჩამატებას. და ამით დამთავრდება ყველაფერი და ზეგ.
ასე რომ ჩვენ ასე სწრაფი ტემპით ნუ გვექნება იმედი რომ სწრაფი ტემპით მოხდება ამ გეგმის შეთანხმება, ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო ჭირში გადასვლა მდგომარეობის. მანამ სანამ რუსეთის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, ეს არ მოხდება. და რუსეთის ინტერესებს არ გაითვალისწინებენ. ბატონ დრისთან აქვე დიდი პატივისცემით მინდა ჩაგეკითხოთ კიდევ ერთი კითხვა, აი რო არ დაგისვათ ეს კითხვა არ შემიძლია. ბატონ დრისთან თქვენი აზრით ვოლოდიმირ ზელენსკი დათმობს იმ ტერიტორიებს, დათანხმება იმ ტერიტორიების დათმობის საკითხს, რომელიც ოკუპირებული აქვს ჯერჯერობით რუსეთის ფედერაციას? დათმობილი არ არის? დათმობილია. საუბარი მაქვს ხარკოვზე, დონეცკის ოლქზე. დათმობილი არ არის, დათმობილია ეს. რუსეთი უკვე არათუ მარტო იმ ტერიტორიებს აკონტროლებს, სადაც მისი ფეხოსანი ჯარისკაცები დგანან და იცავენ პოზიციებს. არამედ რუსეთი აკონტროლებს მთელ უკრაინის ტერიტორიას. მას წდომა აქვს. წდომა უკრაინის ნებისმიერ ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების კუთხით. მაშინ რატომ არ აკეთებს რუსეთის ფედერაცია კიევის სამთავრობო კვარტალს ასე შევეკითხეთ? არა, აქ კიევის მისი სამი შეუძლია. მისი როგორ შეუძლია, მაგრამ აქ არ არის ეს გათვალისწინებული და მისი სამიზნე რა არის? ეს სამხედრო კუთხით, საერთოდ აი მე როგორც სამხედრო სპეციალისტი, ჩვენი სამიზნე რა არის? ეცი სამხედრო სტრატეგიული ობიექტები და ლოჯისტიკის განადგურება, რომ შესაბამისად ჩვენ მოვახდინოთ დემორალიზება საბრძოლო ქვედანაყოფების, რომლებიც ჩვენ წინ დგას, ხო? ეს არის ჩვენი მიზანი სამხედროების და ამას აკეთებს რუსეთი. და საერთოდ ეს ნებისმიერი ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების დროს ნებისმიერ საღად მოაზროვნე სამხედრო ხელმძღვანელობა ამას გააკეთებს და ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მდგომარეობა მოწინააღმდეგე მხარეს მიმართებაში, რომ ჩვენ მთლიანად მას ზურგში ლოჯისტიკა ფაქტიურად პარალიზებული გავხადოთ, ხო? და ამას აკეთებს. უკრაინის ნებისმიერ ტერიტორიაზე რუსეთი ამას აკეთებს და არაჩვეულებრივად აკეთებს. ამას და შესაბამისად ამ კუთხით ის კონტროლს აწესებს მთელ უკრაინაზე. და შესაბამისად ამავდროულად დრონებით ის ძალიან ეფექტურად მოქმედებს. მე წეხან აღვნიშნე, რომ მან განავითარა მეთქი სამხედრო მიმართულება და მარტო ის სამხედრო მრეწველობა კი არა, მთლიანად შეცვალა რუსეთის ფედერაციის ჯარებში მთელი ეს სამხედრო კუთხით მოქმედებები შეიცვალა, განაახლეს და ამომა დაანახა ყველაფერი მათ და ეხლა ბრიგადები, დრონების ბრიგადები ჩამოაყალიბეთ, თქვენ წარმოედგინეთ და იმდენად უკვე საქმელეთ ოპერაციებს აღარ ექცევა იმ ხელა ყურადღება, რასაც დრონები აკეთებენ უკვე და ნაკლები მსხვერპლიც უკვე ღებულობ შენ უკვე და დრონებით უკვე უფრო ეფექტური არის და ვერსად ამ დრონს ვერ ემალები, ვერ გაუბრიხარ და ფანჯრებშიც კი შემოდის და იქაც კი ის მოქმედებს და შეუძლია ასე ვთქვათ 500 კილომეტრიდან ეპიცენტრში დაარტყას. კი ბატონო და ეს აქვს უკვე ძალიან კარგად მას მაღალ დონეზე აყვანილია. ძალიან კარგად აქვს უსეს ეს ყველაფერი გაკეთებული და ამიტომ არის რომ კიდევ ვიმეორებ ზელენსკის აღარავინ არ ეკითხება არ ტერიტორიების დათმობას, არ ტერიტორიების დაბრუნებას. დამთავრდა ამით ყველაფერი, ჩვენ მოდი რაღაცის შევთანხმდეთ, რომ ზელენსკი უკვე ვეღარაფერს და აღარაფერს აღარ წყვეტს იქ უკვე. ასე ვთქვათ, უუნაროა უკვე. უუნაროა უკვე. ის და ის ცდილობს, რომ როგორმე გადაერჩინოს თავი და შეინარჩუნოს თავისი თავი და შეინარჩუნოს ის თავისი გარკვეული მოპარული თანხები, რომელიც მას აქვს მოპარული უკრაინაზე და ხალხზე და უკრაინის სამხედროებზე. მაგრამ აქ ვთქვათ, ნათქვამია, რომ რაც არ გერგება, არ შეგერგება. არ შეგერგება, თავისთავად ცხადია, ზელენსკის პასუხს მოთხოვენ. იცოდეთ, რომ ეხლა რაც არ უნდა თავშესაფარი მიწეს, მაგას ქვეყნება გინდა ამერიკის შეერთებული შტატებმა, გინდა ინგლისმა, დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც ფაქტიურად დიდი ბრიტანეთი დიდ როლს თამაშობს საერთოდ ასეთი აგენტურების შეფუთვაში, ხო? მაგას მაინც მოძებნიან და მაინც მოთხოვენ პასუხსაც. პასუხს არ მოთხოვენ. ის იქნება იმ ფორმით გასამართლებული, რა ფორმითაც მიაჩნია დღეს უკრაინა ხალხს მისი გასამართლება. ბატონო დრისთან აქვე ერმაგზეც მინდა დაგისვათ ბოლო შეკითხვა და ამით ამ გადაცემას დავასრულოთ პირველი გადაცემა. თქვენი აზრით მისცემენ თუ არა ერმაგს პასუხისგებაში უკრაინაში შექმნილი კორუფციის გამო? ერმაკი საქმე არის ძალიან გახმაურებული საქმე. ეხლა პირდაპირ ერმაკს დაადვეს ხელი, ხო, ამ თლიანთან კორუფციული საქმიანობასთან დაკავშირებით. მით უმეტეს ეხან აღვნიშნე, რომ ადამიანს დაადვეს ალიბაბა. ანუ მას ყავს კიდე 40 ყაჩაღი, ხო? ახლა ის 40 ყაჩაღი სად არის? მარტო ალიბაბას ყوانه მოკიდონ ხელი, ხო?
ჩემი აზრით ისე იქ არის, სადაც ზელენსკია. ხო და ამიტომ არის რომ 40 ყაჩაღამდე მივლენ ახლა, როდესაც 40 ყაჩაღამდე მივლენ და 40 ყაჩაღსაც მოუყრიან თავს ალიბაბასთან ერთად, ყველას გაუშვებენ იქით, სადაც უნდა წავიდნენ დამნაშავეები, ხო? ანუ ყველას აგებინებენ პასუხს და ახლა ერმაკის ცდილობს რომ წინა ხაზზე უნდა წავიდეს და იომოსო და რაღაცა ამით უნდა გამოისყიდოს თავის დანაშაული და სამხედრო ფორმა ჩაიცო და იარაღ დაიკავა. ჩემი აზრით ერმაკის მარტო შეუულია გაიქცეს ქვეყნიდან. ხო, ერმაკს ეს არ უშველის და ქვეყნიდან ვეღარ ვერ გაიქცა, რადგან გუშინ წინ იყო, გუშინ იყო, ხო? თუ გუშინ წინ იყო, უკრაინის სასაზღვრო ძალებმა მიიღეს ბრძანება, რომ მას არ აქვს ქვეყნის დატოვების უფლება. ასე ვთქვათ, ჩაუკეტეს საზღვარი. ჩაკეტეს საზღვარი. ანუ რა ხდება, ესე იგი, ვინაიდან მას არ მისცეს ქვეყნის დატოვების საშუალება, ხო? მასზე მიმდინარეობს უკვე გამოძიება და მასზე მიდის ის პროცედურები, რომელიც პროცედურების საშუალებითაც უნდა გავიდნენ 40 ყაჩაღზე. აი ეს არის ეს მორჭა. აი ეს არის მთლიანად მთელი, აი რომ ვიტყვი არსი და მთელი ეს შემდგომი მოვლენების განვითარების ცხოვრება უკრაინაში. და თქვენი აზრით პუტინი და ზელენსკი მოგეხსენებათ ზელენსკი და ბოლო კითხვა იყო ეს და კიდე ერთი კითხვა დამემატეთ დროს გადავაჭარბეთ, მაგრამ თქვენი აზრით რამდენადაც თქვენ იცით ზელენსკი ორჯერ იმყოფებოდა თუ სამჯერ თურქეთში და არ ჩავიდა პუტინი შეხვედრაზე, მაგრამ ჩავიდნენ მისი წარმომადგენლებიც. ამის შემდეგ ზელენსკიმ თქვა, რომ მე ისე ვიომებ ჩემი ტერიტორიებისთვის, როგორც ლუგანსკის, ხარკოვის და დონეცკის ოლქებზე, ასევე სხვადასხვა პატარ-პატარა სოფლებზეც. მაგრამ თქვენი პასუხი იქნება ასეთი, ახლა ვიცი რომ ზელენსკის დათმობილი აქვს უკვე ყველაფერი და რუსეთისა უკვე ასე ვთქვათ მთელი უკრაინა. რას დაამატებდით თქვენ, რა პასუხს დაამატებდით ამ თემასთან დაკავშირებით? არაფერი, მე ეხლა საღამოში თქვენ კითხოს ეხლა გავეცი პასუხი, რომ აბსოლუტურად ეხლა რუსეთი არის მომგებიან პოზიციაში, კაიგეთ აშიასა. დიახ. რუსეთის დღეს უკვე რუსეთის კარნახეთ მიდის ყველაფერი აბსოლუტურად. და ასეც არის და ასეც გააკეთებს ნებისმიერ სახელმწიფოს მეთაური, ხო? და ხა ზელენსკის არც შეხვდება პუტინი და არ დაელაპარაკება ამ საკითხთან დაკავშირებით. არც ეს შემთხვევაში ახლა ალბათ მე ვფიქრობ რომ უმოკლეს ხანში მოხდება ტრამპისა და პუტინის შეხვედრა და შესაბამისად ისინი გაინაწილებენ რაღაც მიმართულებებს და ეგ იქნება და ეგ და ამით დამთავრდება ყველაფერი. შეთანხმდებიან რაღაცას. ის შეუნება პუტინი. ვის ელაპარაკები, მაგასაც აგენ. მოდი ჩემთან გინდა აგე ეს მიწები. კი ბატონო, მე მელაპარაკე. ეს დღეს ჩემ ხელში არის, ხო? ჩემთან არის ეს და მე ვისთან მიდიხარ? ის არის ადამიანი, რომელიც საერთოდ აღარ არის პრეზიდენტი და არანაირ საკითხს არის დამნაშავე, მორჩა. მე მელაპარაკე, ეთქო ეუნება პუტინი პირდაპირ ტრამპს და ეს მოხდება, ეს ალბათ ძალიან მალე მოხდება. უკვე მეორე შეხვედრა და ამ მეორე შეხვედრა უკვე დაუსვამს წეტს ყველაფერს და ამ მეორე შეხვედრის საფუძველზე უკვე რუსეთი წაიღებს იმას, რაც მას უნდა. დაველოდოთ მაშინ მოვლენების განვითარებას სოფლიოს მასშტაბით და ნახოთ რა იქნება რუსეთ-უკრაინის შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ტრისტან მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ჩვენთან ერთად იმყოფებოდა ბატონი ტრისტან წითელაშვილი, რომელიც გახლავთ გენერალ-მაიორი, ექსპერტი სამხედრო საკითხებში. მადლობა ბატონ ტრისტან მობრძანებისთვის, ჩემთვის უდიდესი პატივი იყო თქვენი სტუმრობა, ჩემს პირველ უკვე სატელევიზიო ეთერში, სატელევიზიო ფორმატში და მე კონსტანტინე ჯაფარიძე გახდით ჟურნალისტი TV+-ის პირდაპირ ეთერში, TV+-ის ეთერში მაპატიეთ გადაცემით ხალხის პირისპირ, შევხვდებით მომავალ ხშირად საღამოს 8 საათზე TV+-ზე. არ გადართოთ და დარჩით არხზე, საინტერესო გადაცემები გავლდებათ. მადლობთ. მადლობთ, გაგაზრდებოდეთ.